გამარჯობა, დღეს 20 მაისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1946 წლის 20 მაისს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და ტელევარსკვლავი შერი. მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის 3 ოქროს გლობუსი, ემი, ოსკარი და გრემი. 1991 წლის 20 მაისს დაიბადა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი იკერ კასილასი. მან კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა მადრიდის რეალში და არაერთხელ მოიგო ყველა შესაძლო ტიტული. ესპანეთის ნაკრებთან ერთად ის ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი. იკერ კასილასი 5 ჯერ დასახელდა წლის საუკეთესო მეკარედ. 1992 წლის 20 მაისს დაიბადა თურქული წარმოშობის ამერიკელი ყოფილი კალათბურთელი ენეს კანტერი. 1982 წლის 20 მაისს დაიბადა ჩეხი ყოფილი ფეხბურთელი პეტრ ჩეხი. ის ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. მან კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა 2 ლონდონურ კლუბში, ჩელსიში და არსენალში. 1972 წლის 20 მაისს დაიბადა ამერიკელი რეპერი, მომღერალი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი. 1991 წლის 20 მაისს დაიბადა ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი რეიჩელ პლატენი. 1992 წლის 20 მაისს დაიბადა ირლანდიელი მსახიობი ჯეკ გლისონი. ფართო საზოგადოებისთვის ის ცნობილი გახდა ჟოფრი ბარათეონის როლით HBO-ს სერიალში სამეფო კარის თამაშები. 1799 წლის 20 მაისს დაიბადა ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი, რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ევროპის ლიტერატურაში ონორე დე ბალზაკი. 1944 წლის 20 მაისს დაიბადა ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი ინგლისელი მომღერალი ჯო კოკერი. მის სავიზიტო ბარათად იქცა ხრინწიანი ბარიტონის ტიპის ვოკალი. ჯო კოკერს მრავალი მნიშვნელოვანი ჯილდო და აღიარება აქვს მიღებული თავისი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მათ შორის ოსკარი და გრემი. 1956 წლის 20 მაისს დაიბადა ქართული წარმოშობის რუსი მწერალი, მთარგმნელი და ესეისტი გრიგორი ჩხარტიშვილი. ის მხატვრულ ნაწარმოებებს აქვეყნებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია მრავალ ენაზე და გაყიდულია მილიონობით ეგზემპლარი. ბორის აკუნინი აქტიურად გამოხატავდა კრიტიკას რუსეთის ხელისუფლების მიმართ, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წლის უკრაინის კრიზისის შემდეგ. 2014 წელს მან დატოვა რუსეთი და გადავიდა ლონდონში, სადაც დღემდე ცხოვრობს. რუსეთის ხელისუფლებამ ის გამოაცხადა ტერორისტად და ექსტრემისტად, რის შედეგადაც მისი წიგნები აიკრძალა რუსეთში, ამოიღეს მაღაზიებიდან და თეატრებიდან.